ხამა ისე არის ამ პუტინიზმის და ამ იდეოლოგიის ერთ-ერთი ფუნდამენტი, ხო? იმიტომ რომ გვახსოვს 2022 წლის თებერვალში, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო რუსეთმა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დასახელდა დენაციფიკაცია, თითქოს ნაცისტები და ფაშისტები მართავდნენ უკრაინას და ეს იდეოლოგია, რომ ჩვენ იმ გზას ვიმეორებთ, რაც ჩვენმა ბაბუებმა და მშობლებმა გაიარეს ნაციზმთან ბრძოლის, სახელმწიფო დონეზე უმაღლეს რანგში ყავს აყვანილი პროპაგანდას და ზოგადად ალბათ ეს არის ისედაც ყველაზე სახალხო დღესასწაული რუსეთში, იმიტომ რომ ყველას ყავს ოჯახის წევრი წინაპარი, რომელიც დაკარგა ამ ომში და ამით ამაყია. თუმცა ეს აღლუმი განსაკუთრებით გამორჩეული იყო იმ ფაქტორების გამო, რომ პირველი აღლუმი იყო ბოლო წლებში, რომელიც საერთოდ სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარდა და ჩვენ ხედავდით, რომ აი წითელ მოედანზე ეკრანები იყო, სადაც გაუშვეს აი ამ სამხედრო ტექნიკის ფოტოები და ვიდეოები და კადრები, როგორ იცოდა ეს საარტილერიო სისტემები და დრონები სამიზნეებისკენ როგორ მიდიოდნენ. მეორე რაც თვალშისაცემი იყო უცხოელი სტუმრების ნაკლებობა, არა მხოლოდ ზოგადად ნაკლებობა და ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც ძალიან მაღალი დონის დასწრება იყო ხოლმე ამ აღლუმზე, უბრალოდ 20 წლის წინ, თუნდაც 15 წლის წინ, დასავლური ქვეყნების ლიდერების, აღმოსავლური ქვეყნების ლიდერების და მთელი მსოფლიოსთვის ეს იყო საქართველოსთან ამის ყურება, მაშინ გამაერთიანებელი დღე იყო, რაც ჯერ კიდე აკავშირებდა რუსეთთან ამ ქვეყნებს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაძაბული ჰქონდათ მათ რუსეთთან ურთიერთობა, ხო? თუნდაც რამდენიმე წლის წინ გვახსოვს სი ძინფინგი ჩავიდა მოსკოვში. ეს აბსოლუტურად დაწყებული იყო. ეხლა აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება, ვნახეთ იქ მალაიზიის და ლაოსის ლიდერები, ორი არაღიარებული რესპუბლიკა, რომელიც საქართველოს განუყოფელი ნაწილია, რა თქმა უნდა, ისინი არავის ლიდერები არ არიან, თვითმართველები არიან და მოულოდნელად ჩავიდა უზბეკეთის და ყაზახეთის პრეზიდენტები, რომლებიც სადაც ასევე სუსტდება ჩინეთის ხარჯზე რუსეთის გავლენა, მაგრამ მაინც რუსეთის გავლენის სფეროდ მოიაზრებიან. მე პუტინმა ჩვენ ნახეთ ჩვენ ხო ფიცო და ლუკაშენკო და ლუკაშენკოსთან ერთობლივი განცხადებისას თქვა პუტინმა, რომ მე ვერავის ოიძულება აქ ჩამოსვლას, ჩვენ მოსაწვევებიც კი არ გაგვიგზავნიო, რადგან საშიშია აქ ჩამოსვლოდა. თავისთავად თქვა, რომ არ მოჩვენა საშიშია მოსკოვში ჩასვლა და სოფლიოს რომელიმე ქვეყნის ლიდერმა ამაზე უნდა იფიქროს, ეს უკვე ძალიან რავლის მეტყველი ფაქტია იმასთან დაკავშირებით, რა ტრაექტორიით მიდის უკრაინაში რუსეთის სამხედრო კამპანია და ტრაექტორი არის ესეთი, ხო? ტერიტორიული წარმატების და მოპოვების თვალსაზრისით რუსეთისთვის ყველაზე ცუდი პერიოდი დგას დღეს. ხედავთ იმას, რომ დრონების წარმოებაში ეს უკრაინისთვის ძალიან დიდი თავის ტკივილი იყო ირანული შაჰედის დრონები და ზოგადად მასობრივი წარმოება რუსეთის მიერ დრონების და ამით თავდასხმები უკრაინულ ქალაქებზე. ერთის მხრივ უკრაინამ შექმნა ყველაზე იაფი და ეფექტური საშუალებები ამ დრონების ჩამოგდების, რომელთაც უკვე მთელი მსოფლიო დაინტერესდა და განსაკუთრებით აღმოსავლეთის ქვეყნები და მეორე მან თავად შეძლო მასწარმოება ამ დრონების და მილიონობით დრონს აწარმოებს და დღეს ჩვენ უკვე აღარ გვიკვირს ნავთობგადამამუშავებელ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, ბალტიის ზღვისპირეთში, მურმანსკშიც კი და ფინეთის შეშფოთებას გამოთქვამს ხოლმე, რატომ იყენებს უკრაინული დრონები ჩემს საჰაერო სივრცეს რუსეთზე თავდასხმისთვისო და აქეთაც რა თქმა უნდა ყაზანი და ურალის ქალაქებიც კი უკვე ვიწვდომადი გახდა. რაც გავა კიდევ უფრო გაიზრდება, რა თქმა უნდა, უკრაინაში ამ წარმოების როგორც მასობრიობა, ასევე ეფექტურობა და უფრო შორ მანძილსაც მიაღწევენ ეს დრონები. ზოგადად კი, რა თქმა უნდა, ეს ომი ერთგვარ ჩიხშია, ხო, შესული, როდესაც არც ერთ მხარეს არ აქვს იმის უნარი, რომ სამხედრო გზით დაასრულოს ეს ომი და ეს არის ქცეული ერთგვარ გამოფიტვის ომად, სადაც ორივე მხარესთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ნაკლები ცოცხალი ზელის დანაკარგით და მაქსიმალურად ნაკლები რესურსების დანახარჯით მიაყენოს მაქსიმალურად დიდი ზიანი. ამ გამოფიტვაში ყველას ყოველთვის ეგონა, რომ რუსეთს ექნებოდა უპირატესობა და აი აქ როგორ არის, მაგრამ აქ არის ერთი რამდენიმე დეტალი. დეტალი არის ის, რომ რუსეთის ეკონომიკა დგას მაინც ენერგომატარებლების ექსპორტზე და ამათ წარმოებაზე, ხო? და ჩვენ ხედავთ კონცენტრირებულ ოპერაციებს, რომ რუსეთს წაართოს უკრაინამ თავარი შემოსავლის წყარო, რაც არის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და საექსპორტო შესაძლებლობები, რომ ვერ გაზარდოს რუსეთმა და ჯერჯერობით ჩვენაც ვნახეთ, სადღაც მესამედი გაუჩერეს ამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების, რაც არის უსერიოზულესი შედეგი. ეს რა თქმა უნდა არნიშნავს, რომ დღეს რუსეთს არანაირი რესურსი არ ექნება ომის გასაგრძელებლად, მაგრამ ძირითადი სტრატეგია, რაზეც დგას უკრაინის, ხედავთ. მეორე არის ის, რომ
რაც სულ მაქსიმიზებას ეს ცოცხალი ძალის დანაკარგის რუსეთის და როდესაც ახალ თავდაცვის მინისტრი ფედოროვს ამტკიცებდნენ უკრაინის რადაში, მან ერთგვარი საპროგრამო სიტყვა წარმოთქვა, სადაც თქვა, რომ ჩვენი მიზანია თვეში 50,000 რუსის სამხედროს ლიკვიდაცია, რაც გამოიწვევს იმას, რომ უფრო მეტი დანაკარგი ექნება, ვიდრე მობილიზაციის უნარი აქვს რუსეთს. სხვადასხვა მოთხოვებში მე მგონი ასეც ხდება, ხო, თვალწინ. შეიძლება ჯერ არ არის 50,000, მაგრამ უახლოვდებიან ამ ნიშნულს, რაც მინუსშიც ასახად არიან მობილიზაციასთან და ვიცით რომ საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას ერიდება პუტინი, რაც ხორჯერ ინტერნეტის აკრძალვის უკმაყოფილება მოგვარებია და კიდე ზემოდან 9 მაისს პრაქტიკულად ბლოკირებული იყო მოსკოვში ყველანაირი არათუ ინტერნეტი გზები, SMS-ის გაგზავნას და გზებზე ყველგან ბლოკპოსტები იყო ნახეთ და სტუმრების რაოდენობა იყო. ომი მივიდა სახში რუსეთის. სტუმრების რაოდენობა იყო კატასტროფულად შეზღუდული. სტუმრების კი არა დამსწრეების ამ აღლუმზე რეკორდულად შეზღუდული იყო. ნუ ეს ვითარება დღეს, რა თქმა უნდა, დღეს და წელს არაფერი გადაწყდება ამ ომში და შეიძლება უახლოეს წლებშიც და ეს ხანგრძლივი დაპირისპირება კიდე რადგან ორივე ამ სახელმწიფოს აქვს უნარი რომ ამ ტემპში გააგრძელოს ბრძოლა და სანამ ეს უნარი გააჩნიათ, რა თქმა უნდა, არც უკრაინა არის მზად იმისთვის რომ უბრძოლველად დაუთმოს თუნდაც დონბასის არაოკუპირებული ნაწილი რუსეთს და არც უნდა გააკეთოს ეს, იმიტომ რომ ამის დათმობა ნიშნავს იმას, რომ ახალ პლაცდარმს მიიღებს რუსეთი, მერე უფრო სხვა ოლქებზე შეტევისთვის და უნდა გვესმოდეს რატო ართმობს უკრაინა ამ დონბასის არაოკუპირებულ ნაწილს. ეს არის ყოფილი ინდუსტრიული ქალაქები, სადაც არის ძველი ქარხნების სხვადასხვა ობიექტები, რომელიც დასაცავად ამარტივებს ამ ქალაქებს და თუ ამას უბრძოლებენ და რაც თორე აქ ბრძოლა მიდის წლებია და ამაგრებენ ამ ქალაქებს. პრინციპულის გარდა აქვს ძალიან პრაგმატული მნიშვნელობა. თუ ამას და მე რუსეთს უკვე ეხსნება სტეპებში გზა დასავლეთით დნეპროპეტროვსკისკენ, ჩრდილოეთით ხარკოვისკენ, სამხრეთით ზაპოროჟიესკენ და ბევრად რთული იქნება მათი შეკავება. უნდა დათმოს როცა ფრონტზე რუსეთს წარმატება აქვს და პოლიტიკა. იყო პერიოდი, როდესაც სერიოზული ზეწოლა იყო ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, რომ აი დათმეთ და მოვაწერეთ ხელი ამ შეთანხმებას, მაგრამ საბედნიეროდ არ დათმო. ეპიზოდი დგას კონსტრუქციის როლში კი არ არის ზელენსკი დღის წესრიგის დამდგენის როლშია. განსაცვალა ეს არის ხოლმე მოხდა ჩვენ თვალწინ ეს ცვლილება. მაგრამ თითქოს კონკრეტული მომენტი როცა მოხდა ცვლილება რთული დასაჭერია და შენი აზრით ცოტა შეიცვალა ეს დინამიკა, იმიტომ რომ უკრაინა აშკარად იყო სხვა პოზიციაში და ბოლო რამდენიმე თვეში მოხდა ამ დისპოზიციის ცვლილება, ხო? ხო, ნუ დავიწყოთ იმით, რომ როდესაც რაღაც რესურსებს კარგავდა რაღაც მხარდაჭერას კარგავ, ეს მე გაიძულებს რომ ადაპტირდე ამ ყველაფერზე, ხო? და აქეთკენ ისედაც მიდიოდა უკრაინა და უფრო თვითყოფადი გამხდა იყო, მაგრამ იმ გადაწყვეტილებებმა, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო პირდაპირ სამხედრო დახმარების შეჩერებამ, დროებით გახსოვთ ისიც შეუჩერეს სადაზვერო ინფორმაციის მიწოდება, რაც მე აღდგა, მაგრამ ამ ყველაფერმა უკრაინას მიაღებინა ის გადაწყვეტილება და გამოყარეს განცდავა, ამათ იმედზე ყოფნა არ შეიძლება და შესაბამისად ერთის მხრივ შიდა წარმოებაზე დრონების გაკეთდა მეტი აქცენტი, მეორეს მხრივ ევროპულმა ქვეყნებმა სადაზვერო ინფორმაციის მიწოდება დიდწილად მაინც ჩაანაცვლეს ამერიკულის და მესამე რა თქმა უნდა არის ის, რომ ინოვაციურობა, ხო, რაც ამ უკრაინელებმა შეძლეს მიიღოთ ერთის მხრივ საჰაერო თავდაცვაში, მეორეს მხრივ თავისი აი ამ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში და ამ ყველაფერმა და რაც თავად ამ ეკონომიკურ წერტილებზე დარტყმა, რომელიც არის რუსეთისთვის ყველაზე მტკივნეული, მიიღო ის, რომ პრაქტიკულად დიდი წინსვლა რუსეთს არც ერთ მიმართულებაზე არ აქვს, პირიქით შეიძლება ვხედავთ მცირე მასშტაბით წარმატებულ უკრაინულ კონჩეტებს და ეხლა პრაქტიკულად ტრამპის ადმინისტრაციას ფერკეტის აღარ დარჩა, რომ აი რაზე უნდა უცხოს უარი, რომ რას გაგიჩერებ, მიყიდო, კაი, ნუ შეიძლება თქვას, რომ ევროპელებს აღარ მივყიდეთ, თქვენთვის იარაღს რომ მოგცენ, მაგრამ მათთვისაც უკვე უკრაინის ომი აღარ არა, თქმა უნდა, ფოკუსში კი, აი უნდა მეთქვა, ეხლა მთავარი ფოკუსის წერტილი ამ ტრამპის ადმინისტრაციისთვის არის ირანის ომი, მე ვარაუდობ, რომ რამდენიმე თვეში მათთვის უკვე შიდა პოლიტიკური ამბები გახდება უფრო მნიშვნელოვანი და უკრაინა კიდევ უფრო უკანა პლანზე გადაიწევს. თავის მხრივ უკრაინა გარკვეულწილად სარგებლობს ამ ომით, იმიტომ რომ დიპლომატიურ კავშირებს არ დაავს თავისი სარგებლობს, თუმცა მეორეს მხრივ დამაზიანებელი აღმოჩნდა მაინც უკრაინისთვის ორი რაღაც, ერთი რომ სანქციები მოუხსნეს რუსეთს ნავთობზე, რათა ასების სტაბილურობა უზრუნველყოთ ნავთობის და მეორე ეს საჰაერო თავდაცვის რაკეტები პატრიოტის ძალიან დეფიციტურია და უამრავი დაიხარჯა ამ ომისას განსაკუთრებით არაბული ქვეყნების მხრიდან და
მათი მიწოდების ტემპით ისედაც უკმაყოფილოები იყვნენ უკრაინელები და ახლა საერთოდ ხშირად აცხადებენ, საერთოდ ცარიელი დგას ეს სისტემები, რაც ერთი რაკეტა არ აქვს თუ მისროლონ და ამ თვალსაზრისითაც პრობლემურია ეს, მაგრამ ეხლა საბედნიეროდ შეჩერებულია საბრძოლო მოქმედებები იქ და ცხელი ფაზა აღარ არის.